ასკანადამ ზიანი წლების მანძილზე ერთი იყო შეჯობილი. ერთი სასოფლო საბჭო ჰქონდა, ერთი კონიუნქტურა ჰქონდა და იყავით კარგად შეხმატვილებული. გზაც ჰქონდა, ჩვენივე დაკეთები. ყველაფერი საშუალება იყო და დღეს გახედავდით აქ მოგზანებამდე დაინახავდით რა არის ჩვენ სოფელში შემოსასვლელი გზა. ავადმყოფთ რომ დარეკავს სასწრაფოში, სასწრაფო მანქანა უნდა მოვიდეს და ექიმი და მაშველი გზის გამო ვერ ავდივართ, ვერ ავართ იქ და იქ თუ ჩავიყვანეთ ჩვენ ავადმყოფი, იქაც ავიყვანთ მაშინ. ასე არ შეიძლება. მე ერთი მაინტერესებს შეკითხვით შემოდივარ თქვენთან. რომ აშენდა ეს ახალი ავადმყოფები, მივესალმებით, კარგია ძალიან. რამდენია შენდა საქართველოში? სააგაჩელის იერა. ეს ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს კითხეთ, მე ძალიან დიდი მადლობა რომ ეს ესე ვთქვათ, ბურთი გადმომიგდეთ. იმიტომ რომ ამაზე მინდა საუბარი. ბევრი მაქვს ალაპარაკო მე ერთი საშუალება. აი ახლა მე მყავს ავადმყოფი შვილი, 50 წლის არის ჩემი შვილი, მოხდა ავარიაში. 100 მეტრიდან გადავარდა კრაზით და მისი სიცოცხლე იმას ოზურგეთის ექიმებმა იყიდენ თუ საიდან გამოსტაცენ სიკვდილის შვილი არ ვიცი 15 ივნის და ეხლაც თბილისში საბაგობაში ყავს არავითარი დახმარება არ მithოვი არავისთვის ჩვენ სოფელი რო გავგვიჭირდებოდა ვინმეს ძალიან ცოტავი ვიყავით გაჭირებულები იმას ვეხმარებოდით და ამოვიყვანდით ამოაკირდებდით და დავიყენებდით გვერდით და დღეს ყველა გაჭირებული ვართ და ერთი არა ვარ დავხილებული ალბათ რომ იმ გაჭირებულს დავეხმაროთ და დაუდგეთ გვერდით გაჭირებულს უნდა ვეხმაროთ მივედი საავადმყოფოში მიიყვანეს იქ ჩაუტარენ ოპერაცია არ ვიცი არის 9 ნეკლი დამსხვრეული თუ არა დამტრეული კი არა დამსხვრეული ფილტვი ნაწლავები ნუ კაცი იყო მკვდარი მე დიდ მადლობას ვუხდი აქედან თქვენ წინაშე ყველა წინაშე მე პერსონალს ოზურგეთისას რაც კი შეეძლენ არ დაუზოგინით თავი მე ვერც გვარს დაგისახელებთ ვერც სახელს ექიმებისას ესა 15-ში მიყვანილი 23-ში თბილისში გადასაყვანდი დაგვერჩა და 5 დღეში გადამახტევინენ 2500 ლარი. თეთრეული ჩემი იყო. საჭმელი და სასმელი არაფერს არ აძლევდნენ. წყალი რომ წყალია, სნოა თუ რაღაც ისიც მე უნდა მიმეტანა. წამალი დასჭირდებოდა აფთიაქიდან მე უნდა ამეტანა. თავმჯდომარე არ შეიძლებოდა და მადლით ესა ექიმია ლევანი ექიმი. არა თოიძეც იყო და ყველა და ის რეანიმაციის ექიმია და შევეცოდებოდი როგორც დედას გოგუაცე მაპატიეთ როგორც დედა შევეცოდებოდი და დედაა და აჩვენეთ შვილიო ეტყოდა დამცველებს და ვიღაცას და შემიყვანდნენ და მაჩვენებდნენ შვილს აბსოლუტურად მე მიმქონდა ყველაფერი 23-ში თბილისში გადასაყვანი დარჩა სპეციალური მანქანით 2 დღე ნახევარში გადავიხადე 1333 ლარი კიდე ესე იგი სულ ერთ კვირაში მე აგი ოპერაცია და რამე არ შედიოდა შეთო და კიდე დამაწერეს 4445 ლარი გადავიხადე ერთ კვირაში მაინტერესებს ეს ავადმყოფები გაჭირებულის ვინ აშენდა საერთო ხალხის ვინ აშენდა და უნდა დახმარებოდა ყველას თუ დიდი კაცი შვილები მაპატია და მასშტაბლაპარაკობ ვისაც ბევრი ფული და შესაძლებელი ჰქონდა მე არანაირი შეძლებული არ მქონდა მე ილო თანამშრომელი ვიყავი ილოს აგერ მამალაძის საბჭოში მუშაობდი იმდენი წლები 24 წელი და იციან ჩემი ამბავი ყველაფერი მე არანაირი დახმარება არავის არ მithოვია ყველა ჩემს ორეს გაჭირებულია და ზოგი ჩემზე უკეთესად ცხოვრობს არავისთვის არაფერი არ მithოვია მე იმერეთიდან ვარ და მამაჩემის ოჯახიდან 8 შვილი ყავს მამაჩემს გაზრდილი მისი შვილები შვილდაშვილები და 10 სული არის საბერძნეთში წასული იმისათვის რომ ლუკმა პური იშონო და მოუტანონ ოჯახს გამოგზავნონ ყველა დადგა ფეხზე და რიგრიგობით მიგზანენ ფული მეზობლები აგენი ყველა ჩემი იციან და გადავიხადი ეს ფული და ეხლაც რა მაქვს გადასახადი კიდე კაცმა არ იცის მაგრამ ყოველ შემთხვევაში ვისთვის აშენდა ეს ავადმყოფოები არ მინდა ტელევიზორს გამტეხა მგონია რომ უყურებ ამას ვისთვის აშენდა სიცხვილე არ არის სიკვდილი არ არის კაც გიჭირს და ვერ უნდა დაეხმარო ჩემი შვილი გამოდგება ადამიანად გაივლის ფეხზე არ გაივლის ეს ღმერთის წინაშე საკითხავია და მოსალოდნელია ყველაფერი და მე არავის
არ ვავხვევ თავზე ჩემ გაჭირებას, მაგრამ ჩემს სამეთქი მერთმა ნურავის ნუმუნქციო საქმე და რომ დასჭირდეს ვინმეს ვერ უნდა მივიდეს. ორი ფეხი მოჭრილი ქონდა შევარდნაძე იყო აქ ასკანელი. ორივე ფეხი მოჭრილი ქონდა კაცს ჩემ შემოიყვანენ ბოდიში ამ გამოგვიზი ჯიკვით იდგა იდვალ ნასილკაზე კაცი და ასეთი არ მინახავს ეს ნამდვილად ასკანიდან არის მეთქი და იმ ღამეს მოგდა თუ დილით არ ვიცი ის დახმარება მოუხსნა ხო და დახმარება აბსოლუტურად მოუხსნა დააწერე გადასახადი იქ რო შეიყვანეს მე მეუღლე მყავს და არის 5 წელია ბოდიში ხდეთ ყველასა გამიგზავნა სიტყვა ძალიან ხო და 5 წელია 3 წელი ყელის ხორხის ოპერაცია გავუკეთეთ კიბო ქონდა ხორხის გავნადგურდით 2 ოპერაცია გავუკეთეთ და მოგცენ ვითომ პოლისი გეფიცებით იმ დღის და ცოცხლის სულს ყველას თუ სისხლის ანალიზის წამეღოს იმ პოლისი არაფერში არ გამომიგდებია ერთი დახმარება მქონდა სანამ მოგდებოდა მე ისა ჩავედი რომ მომიხსენ ისა დახმარება და კი ჩავედი იქ და მითხრეს რომ მე ისაო ქალბატონო მე ვთხარ გაუმჯობესდა ჩემი ცხოვრების პირობები მეთქი მეუღლე გარდამეცვალა ვალი დამრჩა 2 ოპერაცია გავუკეთე ქვეყანა შევაწუხე შევაწრიელე და გაუმჯობესდა თუ რატომ მომეხსნა ეს რა ვქნათო ქალბატონო მარჩენ ისო სახარჯავი მოგაგდაო მათ წარმოიდგინეთ სახარჯავი მოგაგდა მე გავაგდე რომ მევიდა ავდექი და უთხარი მაშინ მე უთხარი ჯიბეში არ ჩავიყოფ ხელს არც არავის დავესესულები პასუხზე მაგრამ ასე ხარ დაპროგრამებული ზევიდან და სკამს ვხდები მეთქი და გამობრუნე წამევედი და მესია ქალებმა კაღამოკლე რაფერ სკამი არ დაარწყვით ის ფისკაცო ასე დაავალე მიგას და თქვა იმანაც და ასეთი უფროსი ასეთი ხელმძღვანელი არაფერი არ გაუკეთებიო მაგეც არ ითქვა მაგრამ იმან რაღაც გადაღება და რაღაცა გააკეთა ჩემი შვილებთან ჩემ საგვარეულოს არაფერი არ მოუწევს იქეთან და რამდენი ხალხი ვართ აქანე რამდენი ზღვაზე ხელი არ აქვს დანასველების წყალში შეიძლება ასეთი ჩვენ მომხრევართ იმისი ვინც მოგვეხმარება მე მაკანკალებს ყველაფერში მოგახვიეთ თავზე ჩემი გაჭირება მაგრამ მაპატიეთ მე განწარებული დედა ვარ ამ თქვენი გასაჭირი მე აი ოზურგეთის საავადმყოფოსთან ეხლა ცოტა ესეთი პათეტიკური თემაა მაგრამ მინდა მაინც რადგანაც თქვენ ასეთი მედიცინას არ მანდური მისი გამოყენება ხო მაგრამ თქვენ რო კითხულობთ ეს საავადმყოფო ვისთვის არის აშენებული მე არ ვიცი აი მე გეცვით ერთ რაღაცას რა მაპატიე ძალიან პირადი თემაა მაგრამ 16 დეკემბერს გარდაიცვალა დედაჩემი გასული წლის ოზურგეთში სახლში და გაქანება მისი არ შეიძლებოდა უნდა წაგვეყვანა ბათუმში მაგრამ ოზურგეთში საავადმყოფოში ეს ტომოგრაფი იდგა და ოზურგეთში მიყვანაც ვერ შევძელით იმიტომ რომ ლევანი ქვია ხო მას საავადმყოფოში მე გითხარ რომ ვერ ვამუშავებთო მანქანასო რა არ იცოდნენ არც ჩართვა არც გამორთვა არც წაკითხვა არც არაფერი და ესე იგი შეიძლებოდა რაღაც უფრო ზუსტი პასუხი რო გწოდოდა ადამიანის სიცოცხლე გადაგვერჩინა და გარდაიცვალა იმ დღეს რომ მიშა სააკაშვილი ჩამოვიდა ოზურგეთში და საავადმყოფოში რომ უნდა მიგვეყვანა საავადმყოფოშიც არ შეგვიშვეს იმის გამო რომ სააკაშვილი იყო ჩემი დამოკიდებულება წარმოიდგინეთ ასე ჩემიც ვერ გადაუგეს საავადმყოფოში რომელიც არავის სამსახურში არ არის და თუ კი ვინმეს მართლა აი ბოლო კაპიკი აქვს იმასაც იტოვებს რა ძალიან დიდი მადლობა რომ ეს თემა წამოჭერით ჩვენ მე მინდა მაინც ეს აუცილებლად უნდა ვერ გადავიღեցო მე სურათი ხერხემალში ბოდიში ნეკლები დამსროლი ნეკლები ქონდა გარჭობილი მალები ამოცვენილი იყო და ბათუმშიც გამიშვენ ყველგან გამიშვენ და ვერ გადავიღեցო უდგათ სადღაიდან ჩამოტანილი ძველი აპარატი ვითომ თანამედროვე საავადმყოფოში და ოსოფსკაში ჩემს ოჯახს და დედაჩემს ოჯახში და ვერაფერში ვერ გამოვიყენე ასე დავრჩი მე არ მიგვიშვეს საერთოდ სიახლოვეს დროზე რო გავეშვი ეხლა მე მინდა გითხრათ რა ჯანმრთელობის დაზღვევის ეხლა რეკლამებს ატრიალებენ ნაციონალები რა თქმა უნდა ხალხს ამის არავის არ სჯერა მაგრამ რაც შეეხება ქართულ ოცნებას პირდაპირ მინდა წაგიკითხოთ მინდა რომ იცოდეთ რას გვინდებათ ბიძინა ივანიშვილი ძალიან გთხოვთ მომისმინეთ აი პირდაპირ რა შემეშალოს მინდა წაგიკითხოთ რას გვინდებათ ბიძინა ივანიშვილი დარიგებული გვაქვს მაისა. ხო, მაგრამ მინდა მე ხაზი გაუსვა ამას. ხაზი დარიგებული გაქვს და 7-იანი დაივიწყეთ ჩვენ ამაზე აღარ დარგოთ. ადრე ხო გახსოვთ ამბობდნენ ყველაფერი 5-იანზე იქნება. ჩვენ ვამბობთ ყველაფერი 41-იანზე იქნება. დაგვიგვინდება ივანიშვილის ამბობა. არა, 41 არ გვაქვს. არა, მაგელის წინ 141%. 41-ით გაუსწრეთ. მიწოვლები ხალხო. ჩვენ ვამბობთ ყველაფერი 41
ერთიანზე იქნება. ეხლა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს გაგიმართოთ, რას ნიშნავს? ქალბატონო, თქვენი სახელი ქალბატონო ჟურნალ. თქვენ იცით რომ უფასო არაფერი არ არსებობს ქვეყანაზე, სადაც არის უფასო იქ ხარისხიც არ არის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ეს ფული ჩვენნაირ ქვეყანაში თქვენ უნდა გადაიხადოთ. საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება სრული სამედიცინო დაზღვევა. ეს არის ყველაზე მთავარი პირობა, რომელსაც ბიზნეს იმანიშვილი გიყენებს. უფასო. ეს რას ნიშნავს უფასო? სრულად დაფინანსდება ხალხო. თავიდან ახლა დღეს რო გეშინიათ ექიმის გამოძახება, სასწრაფოს გამოძახება. მე ყველა კარგად გამყოფოთ, მაგრამ საავადმყოფოში იმის შიშით არ მიდიან, რომ ფული არ მაქვს, რო გადავიხადოთ. რა თქმა უნდა, ის ფული რა ჩვენ გვირდებით, რომ თითოეულ თქვენთაგანს ასაკის მიუხედავად ექნება სამედიცინო დაზღვევის სრული პაკეტი, რომელშიც შედის რა? სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. ანუ ექიმთან რომ მოხდებით, თქვენ არაფერზე არ დარგობთ. თქვენ გექნება დაზღვევის პაკეტი და 100%-იანად დაფინანსდება თავიდან ბოლომდე. პროფილაქტიკური გამოკვლევები, სკრინინგი, იმუნიზაცია, აცრები, სასწრაფო სამედიცინო დახმარება 100%-იანად და აბსოლუტურად ყველა ჰოსპიტალური მომსახურება, ყველა ოპერაცია. მე თვითონ არ დაგაჭიროთ, მაგრამ ყველასაც ხო არ ჭირდება ეს ოპერაცია, მართალია, ხო? ხო. ამიტომ ამას ორგანიზება უნდა ყველაფერს, თორე დაზღვევას ისეთი სისტემა, დაზღვევები აკეთებენ უდიდეს ფულებს, სადაზღვევო კომპანიები და ჩვენი მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ ყველა თქვენთაგანს დააზღვევს და აქედან არ გააკეთებს ბიზნესს, არამედ ხალხს მოახმარს ამას. ჰოსპიტალურ მომსახურებაში შედის ყველა ქირურგიული ოპერაცია, მათ შორის გულსიზარდთა ოპერაციების, შუნტირება, სტენტირება, ყველაფერი იქნება უფასო. უშვილობის დიაგნოსტიკა და უშვილობის მკურნალობა. სრულად თავიდან ბოლომდე მშობიარობის ჩაქმნით. ყველაფერი იქნება უფასო. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იქნება ყველაფერი უფასო. კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით. ამას გარდა ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა. ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა, ოპერაციებიდან დაწყებული წინასწარი დასხივება, სხიური თერაპია, ქიმიური თერაპია, ყველაფერი იქნება უფასო, აბსოლუტურად უფასო. გადაუდებელი სტომატოლოგიური ოპერაციები და სტომატოლოგიური ჩარევები, ყველაფერი იქნება უფასო. ამის პირობას გაძლევთ, ეს ყველაფერი იქნება თითოეულ თქვენთაგანი სადაზღვევო პაკეტში და ეხლა მაპატიეთ და ღმერთმა დააშოროთ, ყველაფერი ეს ერთად ადამიანს არ სჭირს ნამდვილად, არა. შეიძლება საერთოდ არ რა თქმა უნდა და ამას ვამბობ. რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა იქნება, ანუ თუ ჯამთელად ხართ არც დაგჭირდებათ არაფერი და ამას გარდა რაც შეეხება წამლებს, რაც შეეხება წამლებს, რაც შეეხება თქვენ იცით რომ დღეს არის მონოპოლია ყველაფერზე წამლებზე. ამიტომაც ფასებს ინარჩუნებენ მაღალს, უდიდეს ფულებს აკეთებენ წამლის ბიზნესში. ჩვენი პოლიტიკური ნება იქნება, რომ ჩვენ გავათავისუფლებთ საერთოდ ბიზნეს პოლიტიკური რეწორისგან. მონოპოლიები საქართველოში, როგორც არის ბენზინში, ფარმაცევტიკულ ბიზნესში, ნებისმიერ სხვა ბიზნესში, ყველაფერი კონტროლირდება თქვენ იცით ხელისუფლების და ვიწრო კლანების მიერ. აი პირდაპირ გაგებით ოლიგარქების მიერ და ბიზნეს ეძახიან ოლიგარქს. მე მოგცემთ ამის განმარტებას, რას ნიშნავს ოლიგარქი. ოლიგარქი ნიშნავს დიდ ადამიანს, რომელიც ხელისუფლებაშია და ხელისუფლებას იყენებს გასამდიდრებლად. და არა იმას, ვინც ხელისუფლებაში არ არის და დიდი ფული აქვს. ასე რომ ოლიგარქები ესენი არიან და ხალხს ატყუებენ, ხალხი გონიათ გაუნათლებელი და უვიცი. მაგრამ არა უშავს ჩვენ ამას ყველაფერს გადავლახავთ ხალხო. რაც შეეხება დანარჩენ პროგრამებს, ახლა არის აურაცხელი პროგრამები, დიაბეტის, ფსიქიური ჯანმრთელობის პროგრამა, ასე შემდეგ, უსაფრთხო სისხლის პროგრამა, ცოფის საწინააღმდეგო და ასე შემდეგ. ტუბერკულოზი ყველგან 100%-ით გაორმაგდება, ასევე ნარკოტიკების და ნარკომანებთან მუშაობის პროგრამა. ყველგან გაორმაგდება 100%-ით ეს პროგრამები და ეს ცოტა უფრო იშვიათი დაავადებები და პროგრამებია და მაინც გადაწყვეტილება ასეთი, რომ 100%-ით გაორმაგდება და რაც შეეხება იმ ძირითად საზრუნავს და სადგივარს, რაც ხალხს ადარდებს, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თქვენ გეკნებათ სრული უფლება იცხოვროთ ჯანმრთელად. ანუ ჩემგან გამორიცხული აზრი არ მიიწევს, მაგრამ ამ ახალგაზრდობას მოუწევს. თქვენ ძალიან ახლა სწორად გამიგეთ რა, იმიტომ კი არ გეუბნებით, რომ
მაგრამ ფისკალობით თქვენი შვილი მალე გამოჯამრთელდეს, მაგრამ იმასაც გვირდებით, რომ ეს პოლიცია ალბათ თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოგისწრებთ თქვენს ოჯახსაც, თქვენ კიდევ თქვენთაგანს, ჩვენ ვერაფერს ვერ შეგვირდებით ხელისუფლებაში მოსვლამდე. ჩვენ ყველაფერს შეგვირდებით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენ დღეს არანაირი ასე ვთქვათ ინსტრუმენტი რომ ხალხს ელემენტარულად დაიღო, მე გეტყვით, ბავშვს ვაჩუქე მეზობლის ბავშვს ბამბანერკა და მეზობლის ქალი ძალიან ბაბორვა. ძალიან ნიჭიერი და განათლებული ისეთი ქალია და არ შეიძლებაო მითხრა რაჭველი ქალია. ცოტა ისეთი არაგურული აქცენტით ლაპარაკობს. რო დაგინახავ რომ ამორჩევლის მოსყიდვაში ჩაგეთლებაო. მართლაც ასია, ესე იგი ისეთი კანონებია დღეს რომ კამფეტი რო აჩუქო აგერ ადამიანს, ჩემს მდგომარეობაში მყოფ ადამიანმა, ანუ მე მაჟორიტარის კანდიდატმა, ესე იგი გასაგებია. არა, ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა და ეხლა თქვენთან არ მოვლენ, როცა იციან რომ თქვენ ერთმნიშვნელოვნად ოცნების ხარდამჭერი ხართ, მაგრამ აი იმ ადამიანებთან მიდიან, ვინც მერყეობს და ვინც ელოდება, როდის დამიკაკუნებენ და როდის შეუთავაზებენ რამეს, იმ ხალხთან მიდიან. მაგრამ იმაშიც გარწმუნებთ, რომ ის ხალხი ბევრი ღალატობს მაგათ და შემდეგ მაინც სხვა არჩევას აკეთებს. მაგრამ ერთი რამე მინდა გითხრათ, აი ამ თემას შევეხეთ. რომ ეს გაყალბება, რომელსაც ეგენი თითქოს და გეგმავენ, არ გამოუვათ. და ბიძინა მამასწინათ რუსთავშიც თავის გამოსვლაში თქვა, რომ ჩვენ ძალიან მკაცრად მოვთხოვთ იმ ადამიანებს ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ვინც ამ გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას. აუცილებლად თავისუფალი სასამართლოს პირობებში და სასამართლო აუცილებლად გათავისუფლდება ყველანაირი პოლიტიკური წნეხისგან 2 ოქტომბრიდანვე. ყველა სასამართლო მიიღებს კანონიერ ერთადერთ სამართლიან გადაწყვეტილებას და ყველა ის ადამიანი დაისჯება, ვინც გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას, ამას გპირდებით ყველას.